first fighter out of the blue corner. Please welcome Nishat Rustemov. ბრძოლა ჩატარდება სუბუქწოინ კატეგორიაში და პირველი გამოდის რინგზე საქართველოს წარმომადგენელი იგასანი. And his opponent out of the red corner. Please welcome Nurlan Kasanov. Mənəm Türk, önümə gələn hürk. Danışam indilər, hər gün bir hilə. Bərkiyə qadağalarım, doğrana dilim eli ilə. Mənəm burada sahibi mülkətim, türkdü qanım türk. Yer üzündə kul mənəm, düşmanıma qul mən. Nəsimi kamanından bıraxdığı o deyil mənəm. 22 წლის არის მებრძოლი 153 სანტიმეტრი, რეკორდი 1-1. Başıma yıkınıza qanıməm, əlimlə verəm vətənə paytanı. Mən öncədən bir ki çoxunu bəliyərəm. Boyanam qana türkümü məliyərəm. Mənə qolcu qurtlar, rəqs eləyir yer. Gəlir cəng eləyir, əlim tüfəngimə. Kim gəlir cəngimə, Poladəşimov cənginə. Kölgəmə hürkür, özün qorxuya pürkür. Mənim elimdir türküm şükür. Şükür, bükür, yırtıcı ələmin vaxtıdır, artır qədəmin. Mədəminə səbəb olacam, ey mənə deyən pan. Mənim mehmetçiklərim hər biri xan. Məni qan, vətənin hər yarasına geci tezi var. Alınacaqdır intiqam, bağır durmamışıq, vurulur plan. Ay, qıvrılan ilan bil, qartalım baxır inan. Qan qoxusu gəlir güman ki sığmır bura qorxular. Bizdə bunlar çoxdular. Can gələnlər yurda, qan edənlər burada. Qüdrət artır nurdan, hörmət vardır burada. Kuzeydə çaxan günəş, güneydə parlar. Türküdür elim mənim, mala boğazımı da. Yellənə durmadan ölüm minən tavlar. Türkəm diyər, qışqırar bu tarlar.
All right, ladies and gentlemen, this fight is 3 rounds for Imperium Lightweight Division. Introducing first, fighting out of the blue corner, a mixed martial artist holding a professional record of 1 win and 1 loss. He stands 183 centimeters tall and weighs in 70 kilograms. Fighting from Azerbaijan, Nissan Rusemov. And now, his opponent out of the red corner, a mixed martial artist holding a professional record of 4 wins and no losses. He stands 174 centimeters tall and weighs in 70 kilograms. Fighting from Georgia, Nurlan Gasanov. წინ გველოდება ძალიან საინტერესო ბრძოლა. ორივე სპორტსმენი არის საკმაოდ ატლეტური და აი უკვე დაიწყო პირველი წამები ბრძოლის. გასანოვი ცდილობს რომ დაიჭიროს ინიციატივა, იკავებს რინგის ცენტრს. რუსტემოვი მოძრაობს, მუშაობს მეორე ნომერს და კარგად მუშაობს ლოუ-კიკებით და ასევე წინაჩიებით. გასანოვის ცირე კორექტირება ბოდიშს გიხდით, გვარებში გვაქვს ცირე შეცდომა, ეს არის ხალილოვი, საქართველოს წარმომადგენელი და ალიევი, აზერბაიჯანის წარმომადგენელი. მოხდა მცირე ცვლილება წყვილში, ამიტომ ჩვენს ეს შეცდომა დაუშვით. კარგი. კაერთის წესებით არის ეს ორთაბრძოლა. და მინდა გითხრა, რომ წითელი კუთხე იმდენად საშიში ფიზიკურადაც ესე გამოიყურება, რომ ბევრად ძლიერია თავის მოწინააღმდეგეზე და ლურჯი კუთხე ხელების ჩამოწევას უნდა ერიდოს, აი მარცხენა. საკმაოდ მძიმე დარტყმები აქვს საქართველოს წარმომადგენელს. ხალილოვს. და ამიტომ ხელების ჩამოშვება ძალიან ცუდი იდეა, რაც შეიძლება რომ. თუმცა ეს სხვაობა იმის გამოც ხდება, რომ უფრო მაღალი არის აზერბაიჯანის წარმომადგენელი. მაგრამ ატლეტიზმიც ვითხოვდი რომ ხალილოვის მხარეს არის უფრო საკმაოდ ატლეტური არის. კი. და დარტყმების სიმძიმეც ჩანს კიდევ. ეს მარცხენა ჰუკი მე მგონი თავისას იზავს ამ ბრძოლაში. დაველოდოთ როგორ განვითარდება ბრძოლა. კარგი მცდელობა იყო ნახტომში. კარგი კომბინაცია იყო, ღვიძლე გადასვლით. კი, კარგად კომბინირებს, ალიევი ხელებით ძალიან კარგად მუშაობს. ტექნიკური მებრძოლი არის და მიუხედავად რომ ფიზიკურად ჩემი აზრით ეს ღვიძლში დარტყმა ცოტა იგრძნო. ხალილოვი. კი. ფიზიკას მხოლოდ ტექნიკით თუ დახვდები, ხო, რა, რასაც ცდილობს ალიევი არ ჩერდება. ხალილოვს აქვს რინგის ცენტრი დაკავებული და მუშაობს პირველ ნომრად. რაც პრინციპში გამომდინარე ფიზიკური მონაცემების საკმაოდ სწორი გადანაწილება არის. რთული არის ახლა უფრო გაბარიტულ მოწინააღმდეგეს პირველ ნომერი მუშაობს. ხალილოვი მუშაობს მუცელში, რის შემდეგაც უკვე გადადის მძიმე დარტყმით თავში და ვფიქრობ უკვე აქვს ადგილი გატარებულ დარტყმას და შენელდა ლიევი და ხალილოვი ცდილობს უკვე ბრძოლა დაასრულოს. საკმაოდ ღია დგას ჩემი აზრით ერთი კარგი სერია რომ მოამზადოს ხალილოვმა ეს ბრძოლა უკვე დასრულდება, იმიტომ რომ კი, აი ფიზიკურად ეხავს. ფიზიკურად უკვე საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშ არის და აი ეს დარტყმა ვფიქრობ დაასრულებს ამ ბრძოლას. კი, ეს იყო ტექნიკური ნოკაუტი. ჩვენთვის რთული არის ზოგჯერ რომ გავერკვიოთ ეს რაუნდის დასრულების ხმა იყო თუ რეფერის
ნიშანი, მაგრამ აი როგორც გამეორებაში ჩანს რეფერიმ ეს ბრძოლა გააჩერა. შენელებული იყო აზერბაიჯანის წარმომადგენელი, რადგანაც მანამდეც გაუშვა ღვიძლში და უკვე აი ამ ჩემი მხრიდან ძალიან კარგად ჩანს როგორ აქვს ფერდი დაზიანებული. კი, ძალიან მძიმე დარტყმები აქვს გატარებული მარჯვენა მხარეს. არასდროს არ მიბრძოლია გადაჭრილი ხელთათმანებით და სულ მაინტერესებს როგორია გამიზიანებაშა. მე უფრო მომწონს ხელთათმანების გარეშე. სიმართლე გითხრა, რაღაც ხელთათმანები ხშირად პრობლემა იმაში არის, რომ ხელთათმანი შეიძლება არ იყოს მაღალი ხარისხის და ხელზე არ იყოს კომფორტული. და მაშინ აი თითებს გიბრუშებს, ხელს გიჩერებს და ხდება საკმაოდ არაკომფორტული ესეთ ხელთათმანი ჭიდაობა. აი მოჭიდება ხელზე და რაც დარტყმებს ეხება, მე ესე ვიტყვი, რომ კარგი ტეიპირება უკეთესი არის საშუალო ხელთათმანზე. ბევრად უკეთესია. Winner by TKO, Ruslan Gasanov. მივულოცოთ საქართველოს წარმომადგენელს. აი მინდა გავიხსენო უცხოეთში ჩხუბობდი და ისეთ ტეიპირება გამიკეთეს, აი ვიტყოდი რომ კედელსაც რომ დამეჯახებია მთელი ძალით ხელი ატაცია. Приветствую. Всех рад видеть. ხარისხიანი ტეიპირება. Я так очень сильно рад, что на моей родной родине Грузия, в Грузии, такие делают турниры. Я хочу, чтобы развитие этой страны только шло вперед. Пусть процветает эта страна. А мы, спортсмены, будем делать для этого все. Хочу отметить свои родные села. Ақтакля, Каратакля, bütün Борцалы, bütün Gürcistan азербайджанлары. Я рад, что вы все здесь. Хочу еще поблагодарить всех тех, кто причастен к моей поддержке. Это Орхан Гарибов. Это еще много очень из Ақтакли, братьев старших. Очень их много. Всех так перечислять не смогу сейчас. Не хочу кого-то не назвать и обидеть кого-то. Но очень благодарен вам. Хочу еще, хочу еще московские турниры поблагодарить. Турниры, говорю, московские спортзалы. Это Мубайрис Fight Club, это Кайлас, Мубайрис во главе Тейфура, Ильгама, Магомеда, нашего тренера, Сархана Мамедова, Сатархана Мамедова, клуб Кайлас. Спасибо, что вы все есть. Вперед! Пусть будет спорт и развитие в этой стране. Только вперед. Пусть это будет только началом. Хочу еще поблагодарить всех тех, кто организовал этот турнир. Я очень вам благодарен. Вы делаете много для нашей молодежи в развитии в спорте. Хорошо, что у нас есть такое старшее поколение. Пока есть такое старшее поколение, мы будем идти вперед. Вперед.